დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში პროტესტის დროს მომიტინგეებისა და მედიის სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედების შემდეგ მიიღო. ხარაზიშვილს და ლაგაზაურს შტატებისგან ფინანსური სანქციები უკვე აქვთ დაწესებული. დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების გაგრძელება, რომლის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შეზღუდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის. დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის 3 მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.